ძირითადი განსხვავება არის ის, რომ პერსონალური სანქციების დაწესებას მხარს უნდა უჭერდეს ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ანუ ამას სჭირდება სრული კონსენსუსი, მაშინ, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება შესაძლებელია კვალიფიციური უმრავლესობის კენჭისყრით გზით. ანუ ამ შემთხვევაში ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებისთვის ევროკავშირის ყველა წევრი შეიძლება ამას არც უჭერდეს მხარს და მიუხედავად ამისა ევროკავშირმა ეს შეიძლება მაინც მიიღოს. ანუ განსხვავების გაგება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ასე ვთქვათ, თარგეტირებულ სანქციებს ეწინააღმდეგება ძალიან ნათლად უნგრეთი, ასევე სლოვაკეთი უერთდება ამას, მაგრამ მათი ვეტო, ასე ვთქვათ, არ იმოქმედებს ვიზა ლიბერალიზაციის შეზღუდვის შემოღებაზე, რადგან აქ არ არის საჭირო კონსენსუსი. ეს არის განსხვავება პროცედურებს შორის. და როგორ ფიქრობთ, რომელი სცენარია, ვთქვათ, მეტად მოსალოდნელი უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, თუ მხოლოდ ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, იმიტომ რომ მათ შორის ამ შეხვედრის დაწყებამდე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც კეთდებოდა ამ ნაწილში. თავისთავად, ჩემი აზრით, მოლოდინი უნდა იყოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება მთლიანად საქართველოს მიმართ, ანუ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ევროკავშირმა ერთ-ერთ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ეს იყო შარშანდელ წელს, თუ არ ვცდები დეკემბერში 2024 წლის, უკვე შემოიღო ვიზა ლიბერალიზაციის შეზღუდვა და გაუქმება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და ასევე გარკვეული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ანუ ეს ნაბიჯი უკვე გადაიდგა და ვიცით, რომ როდესაც საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა იტალიაში, უკვე წელს მათ მოუწიათ ვიზის აღება, ხო? ანუ მათთვის ეს ნაბიჯი უკვე გადაიდგა, ამიტომ თუ წნეხის გაზრდა აქვს ბრიუსელს და ევროკავშირს, ასე ვთქვათ, გამიზნული ხელისუფლების მიმართ და ვიცით, რომ ეს გამიზნულია, ეს ძალიან ძალსახად დავინახეთ უმაღლესი წარმომადგენლის პრესკონფერენციიდან და მისი გაცხადებებიდან, ამიტომ მოსალოდნელია უკვე აქ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება მოხდეს მთლიანად საქართველოს მიმართ, ანუ ყველა მოქალაქეების მიმართ. ფიქრობთ, რომ შესაძლოა არ გაითვალისწინოს აი ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ევროკავშირმა ქართველი ხალხის კონსტიტუციური სურვილი ევროკავშირში გაწევრების თაობაზე? ევროკავშირმა ეს უკვე ძალიან ხშირად გაითვალისწინა, მაშინაც, როდესაც საქართველოს გადმოეცა კანდიდატის სტატუსი, ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რა განცხადებით მოხდა კანდიდატის სტატუსის გადმოცემა. ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვან დერ ლაიენმა ძალიან ძალსახად თქვა, რომ კანდიდატის სტატუსი გადაეცემოდა ხალხს და ეს იყო ძალიან დიდწილად გამოწვეული სწორედ იმ საჯარო დემონსტრაციებისა, რომელიც ჩვენ გვახსოვს 2023 წელს, როდესაც პირველად იქნა შემოღებული კანონი უცხოური აგენტების შესახებ და რომელიც შემდეგ ზუსტადაც რომ საჯარო პროტესტების იქნა უკან გაწვეული და აი ეს იყო ძალიან დიდად განმაპირობებელი ევროკავშირის გადაწყვეტილებისა, რომ გადმოეცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. სწორედ იმიტომ, რომ ბრიუსელი ძალიან ახლოდან აკვირდება მიმდინარე პროტესტებს, აკვირდება და ყურადღების თვალთახედვაში იღებს ქართველი ხალხის ნებას, სწორედ ამიტომ აქამდე არ მოხდა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და უკვე ეს 2 წელს ითვლის, ხო, როდესაც ევროკავშირი და ბრიუსელი ორჭოფობს. ამ შემთხვევაში უბრალოდ ბრიუსელმა ამოწურა თავისი მექანიზმები, რადგან ვერ მიაღწია თარგეტირებულ სანქციებს კონკრეტული პირების მიმართ, რადგან ამას სჭირდება კონსენსუსი და ერთ-ერთი შემდეგი, ასე ვთქვათ, ზომა ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. აქაც ვიზა ლიბერალიზაცია არ მოხდა, იმიტომ რომ ეს შეიძლებოდა შემოღებულიყო 1 წლის წინ მაგალითად, მაგრამ ბრიუსელი ამას არ იდებოდა და ამ ეტაპზეც თუ კი ეს ისევ დადგება დღის წესრიგში, ვიცით რომ ამას მოყვება პირობები, ხო, რას ნიშნავს ეს? ანუ ბრიუსელი კონკრეტულ პირობებს დაუწესებს საქართველოს ხელისუფლებას და თუ კი ეს პირობები არ შესრულდება, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. ანუ როგორ უნდა გავიგოთ ეს? ბრიუსელი ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას, რომ შეასრულოს ხალხის ნება. და ეს მე მგონი საკმაოდ სამართლიანია, იმიტომ რომ ხელისუფლება ნამდვილად უნდა გამოხატავდეს ხალხის ნებას და თუ ქართველი ხალხის ნება არის ეს კონსტიტუციაშიც ჩანს ევროპული მომავალი და ყველა ის, ასე ვთქვათ, სარგებელი, რასაც ევროპული მომავალი ქვია, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაცია, მაშინ ეს ყველაფერი პირველ რიგში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელისუფლების მიმართ და მან უნდა მიიღონ ის რეფორმები, რასაც ითხოვს ბრიუსელი. თქვენ ახსენეთ თარგეტირებული სანქციები და ასევე უნგრეთი და სლოვაკეთი ამ ნაწილში, რომლებიც ხშირად ბლოკავენ, ხო, ევროკავშირის გადაწყვეტილებებს. აი ამ შემთხვევაში მხარს არ უჭერენ მაგალითად ოფიციალური პირებისა და მათ შორის მოსამართლეების წინააღმდეგ ინდივიდუალურ სანქციებს და როგორ გესახებათ ეს პროცესი, რამდენად დაძლევადია ამ ორი ქვეყნის ფაქტორი?
იცით, ახალ მომავალში მე ამას დაძლევადად ვერ ვხედავ, თუ რაიმე სხვა პირობები არ შეიცვალა, იმიტომ რომ ვიცით, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ძალიან აქტიურად ამას ბლოკავენ და დაბლოკეს არაერთხელ. ამიტომ მოლოდინი, რომ ეს ვეტო დაიძლევა, მე არ მაქვს. გარდა ამისა, უნდა დავინახოთ ის ყველა გეოპოლიტიკური მოვლენა, რაც რეგიონში მიმდინარეობს. უნგრეთის ვეტო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მიმართულებით, მაშინ, როდესაც ევროკავშირს სურდა თქვა დახმარების პაკეტის შემოღება, გაზრდა მიღება. აქ უნგრეთის ვეტო ყოველთვის შემოდის, ასე ვთქვათ, თამაში და ყველაფერს აფუჭებს. მაგალითად უკრაინის ასე ვთქვათ მოლაპარაკებების გახსნა და ძალიან სწრაფად ევროინტეგრაციას ამას ასევე უნგრეთის ვეტო დღემდე ასე ვთქვათ აფერხებს. სწორედ ამიტომ იმ მაშინ როდესაც უკრაინის მიმართაც ასე ვთქვათ ჭირს ამ ვეტოს დაძლევა, ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მიმართ ეს ვეტო დაიძლევა. ასევე ჩვენ ნახეთ სალომე ზურაბიშვილის წერილი, ხო, ევროპელი მინისტრებისა და კაია კალასის მისამართით, რომელშიც ის ამბობს, რომ ეს არ არის ექსკლუზიურად ვთქვათ საქართველოს, არამედ ფუნდამენტურად ევროპის კრიზისია. საინტერესოა იზიარებენ თუ არა ბრიუსელში იმას, რომ ის კრიზისი, რომელიც ახლა საქართველოშია, შესაძლოა დაუდგეთ მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსაც. თავისთავად ეს არის კრიზისი, რომელიც ძალიან კარგად იცის ამის შესახებ ბრიუსელმაც, ეს არის ჰიბრიდული, ასე ვთქვათ, ომის შეტევები მთლიანად კრემლინიდან და საქართველო არ არის ეს ერთ-ერთი ქვეყანა. ეს უბრალოდ სხვადასხვა პირობებით ვითარდება ეს შეტევები, ამას ვხედავთ ძალიან აქტიურად მოლდოვაში, უკრაინა კონკრეტულად ახლა ისევ ომშია უკვე 4 წელზე მეტი, ამიტომ საქართველო ნამდვილად არ არის ეს ერთი შემთხვევა, ეს ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის და სწორედ ამიტომ არის, რომ საქართველო ისევ დღის წესრიგშია, ბოლო 1 წელზე მეტია, რაც საქართველო განიხილება საგარეო საქმეთა მინისტერიალის დღის წესრიგში დგას და სწორედ ამიტომაც არის რომ ბრიუსელი ძალიან ფრთხილად და ძალიან ისე გაგებით ეკიდება ამ საკითხს და არ უნდა რომ რაიმე შეცდომა დაუშვას.